აჭარისწყლობისა და ბათუმში აზერბაიჯანის გენერალური საკონსულოს ერთობლივ პროექტის ფარგლებში ასთმით დაავადებული ბავშვები მკურნალობის კურსს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში გაივლიან. ბათუმიდან აზერბაიჯანში 15 მოზარდის დღეს შიგით გაემგზავრა. ისინი 2 კვირის განმავლობაში ბრონქიალური ასთმით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრში იმკურნალებენ. ნახიჩევანის სამედიცინო ცენტრი ამ პროფილის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. 10-დან 14 წლამდე მოზარდები მკურნალობის კურსს წლის განმავლობაში 4 ჯერ გაივლიან. მხარეებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იანვარში აჭარაში აზერბაიჯანული მხარის ვიზიტისას შედგა. ბავშვები დღეს აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააცნეს. ნახიჩევანის ავტონომიის ხელმძღვანელის ვაზიფ თალიბოვის ბათუმში ვიზიტისას გადაწყდა, რომ ის პატარები, ვისაც ასთმა აწუხებს, სამკურნალო კურსს ნახიჩევანში გაივლიან და ჩვენ ამ ბავშვების პირველ ჯგუფს ვუშვებთ. მინდა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. Лечение. Евангелие древнего мемоулоцо, бавშვთა დაცვის საერთაშორისო ყველა ბავშვს უშუალო ჯანმრთელობა და მართლაც სიმბოლურია დღევანდელი დღეს ნახიჩევანსა და აჭარას შორის, იცით რომ აპორტა ხელშეკრულება მეგობრობის თანამშრომლობის ეს არის შედეგი მართლაც ჩემი კოლეგის ნახიჩევანის მხრიდან მოწვევით ბავშვები რამდენიმე ბავშვი წავა და ასთმით განიკურნებიან. მართლაც ეს კარგია, იმიტომ რომ ჩვენს რეგიონში საერთოდ დასავლეთ საქართველოში ასთმის დაავადება განვითარებულია და ეს მაქსიმალურად ხელი შეუწყო და გამოუჩენს. ყველა ბავშვს უსურვებ ჯანმრთელობას და გადაწყობას.